მოგესალმებით მეგობრებო, Honda ყავს ჩვენ აბიჯებმა მიაკერეს შუა სტოიკა. ეხლა ჩვენი ბორშიკიშვილის დეტალებსაც გადავიღებ, აი ესე იშლება, კარებები მოიხსნა. ამ კარებებზე რა თქმა უნდა გადავდივართ გადასვლით. აი ესე ჩაიკერა შუა მხარე, როგორც ხედავთ, ეს უყოლაგრეთი შეიფუთება, დამუშავდება. გადამბელი ადგილები აი ესე აკურატად აქვს გაკეთებული, როგორც ხედავთ, ფაქტიურად აქ შპაკილი შეიძლება წავიდეს, მინიმალურად წავიდეს. აქაც ანალოგიურად ანუ სტიკში ზის, მოკლედ აი ეს სუფთად არის გაკეთებული, ეს ყველაფერი. აი ესე გემრიელად არის, მოკლედ როგორც ხედავთ. არანაირი დამწრობა, არანაირი ნახურეთი, არანაირი საცერი. იქიდან გამომდინარე მე განახებთ ახლა სხვაგან როგორ აკეთებენ, მე არავისთან არ მაქვს პრეტენზია, ყველა აკეთებს როგორც იცის, ანუ სუფთა ნამუშევარს გულისხმობ, აი განახებთ, ანუ აი ახლა ისაც ნამუშევარია და ესაც ნამუშევარია, ანუ ეს ხომ გააკეთა ის მანქანა ჩვენთან სერვისში გაკეთდა. ანუ აი ესეთი მდგომარეობა აქვს. აქაც აი ესია ლანდი გაზის მოკლედ. ანუ სხვაობას ხედავთ, ხო? ახლა გადავიდეთ მის კრილოზე. ანუ აი კრილო გასწორებული, როგორც ხედავთ. გასუფთავებული, არანაირი გივალკის წერტილები, სუფთად არის გასუფთავებული. იდეალურად არის გაკეთებული, ანუ ეს გაკეთებული შეგვიძლია დავახოთ გაკეთებული და ის რა ვიცი თქვენ თვითონ შეგიძლიათ კომენტარებში დააწეროთ რას ფიქრობთ იმის ნამუშევარზე, რა გაკეთებულია და როგორი გაკეთებული. ნუ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ფინანსებს ეხება. იქიდან გამომდინარე მაგიტოვის შეთხოვნა ცოტა ისეთ ადგილს, ისეთ ხელოსანს და მაქსიმალურად იაფად გამოვწევთ. ანუ იაფად კიდე შედეგს თქვენ თვითონ ხედავთ. იაფად და ცოტა ძვირად, მოკლედ აი ეს არის, იმიტომ რომ ესეც საქმეს ცოტა დიდი დრო ჭირდება, მეტი ყურადღება ჭირდება, რომ სალონი არ დაიწოს, აბიკები არ დაიწოს, ბევრჯერ უწევს სამყარების მოხსნას დაყენება და აი ესე შემდეგ. მოკლედ ეს ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვარ, დანარჩენს მე კიდე გადავიღებ, განახებთ, როგორც მივიწევით, ნელ-ნელა წინ. მოკლედ აი ეს შეიფუთა, დამზადა ფაქტიურად 90%-მდე მორჩით შეფუთვას. დაგცა ის 10% არის ცელოფანი ზუსტადად გაწმინდა მოკლედ გასუფთავება და მე უკვე თავარია დავიწყოთ შეღება. რასაც ხედავთ აი აქ ის ჩაკერებული ადგილები, მოკლედ აი ეს აქ ისე უნდა წავიდეს ჰერმეტიკი, აი ეს ქარხანა თავიდან ბოლომდე უნდა აიგეთოს აი ეს შოუი, ანალოგიურად აი ეს შოუით ამ ყველაფერს დავკეტავთ, რა თქმა უნდა წარსულ ჰერმეტიკას განახებთ, როგორც დაასრულებს ჩვენი სვანი, მოკლედ ამ ყველაფერს. ხო იკუშ რა სიტყვა მოკლედ ცელოფანი გადავშა. მოკლედ ზემოდან ცელოფანი გადავშა და მოკლედ ეგ არის რა. ღუმელში ძალიან ცხელა. ძალიან, იმიტომ რომ ამ ტემპერატურას ვერაფერს ვერ უშვებით. გარეთ რა სიცხეა, ფაქტობრივად ეგ სიცხე შემოაქვს შიგნით. ახლა განახეთ მოკლედ რა სიცხეს მიწევს შიგნით მუშაობა. ფაქტიურად კი არა და 43 გრადუსი. მოკლედ ვისაც სურს წონის დაკლება და წონა აწუხებს შეუძლია ესეთ ღუმელში მოკლედ დაიკლოს. არანაირი სირბილი, არანაირი წვალება მოკლედ. ჰოპლი გაგდის ზიპინით. მოკლედ გადავით ისე საქმეზე, მოკლედ ცელოფანით შევფუთოთ ამ ყველაფერს, დავიწყებ შეღებას და გადავიღებ იმე როგორც წავუსვოთ ჰერმეტიკს, რა თქმა უნდა და როგორც შევღებთ ამ ყველაფერს. ესე იგი მეგობრებო, დავასრულეთ, შევღებეთ, როგორ დაგვიდით გადავიღებ, განახებთ ხო? მოკლედ გადასვლის ადგილი გახსოვთ, მოკლედ აქეთ დავაპერეხოდეთ, აი ესე, ეს შეიღებო, ხოლმე აქეთ დავაკეთ, იქეთ საღებავი არცასხია, როგორც ხედავთ. გადაკერებული ადგილი, იდეალური, მადლობა გიოს, მადლობა ლაშას, მოკლედ ყველაფერი არის ხუთიანზე შესრულებული, ჰერმეტიკებით აი ესე გემრიელად გაკეთდა. ტოჩკებით გაკეთდა, გადამული ადგილი რაც შეეხება აქაც არის აი ეს იდეალურად, აი ესე. ეს ტოჩკებით ქარხნულად, არც ერაფერი ეხობა. აქედანაც აი ესე გავყვეთ. აი ესე გამოვიდა გემრიელად, ეს კრილო გახსოვთ, ის მდგომარეობა ჩვენ მალაშიკომ დაგვიხატა ეს კრილოც. აი ეს იდეალური გამოვიდა. რაც შეეხება კარებზე, აი ესე მთლიანად გადავასხით. დეფექტი ჰქონდა აქ, ის დეფექტი არ დაუტოვეთ. აი ესეთი იდეალური გამოვიდა ეს კარებიც. ნუ კარნის რაც შეეხება, კარნიზე არის განაკეთები, იქიდან გამომდინარე ეს ვერ მოხსენით. მოკლედ სამარეზებითა დასროლი, მოკლედ ხო რამდენად გამოვა რომ განახოთ არ ვიცი. მოკლედ აი ესია განაკეთებული. აი
ზედვია რო იტყვენ დადუღებული აი სამარეზი იჭრიდება, მოკლედ კნაოფის სამარეზებითაა გაშვებული, როგორც ხედავთ. და აქ ეს კარებიც იდეალურად, გემრიელად, აი ესე. ნუ მოკლედ დასრულდა ეს ყველაფერი. დარჩა აწყობა, შეშრება ღუმელში ეს ყველაფერი და აიწყობა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ სვანს შეფუთისთვის, მადლობა ლაშას თავის ხელოვნება რაც ჩაატარა აქ, ჩააკერა და მადლობა გიოს დაშლა აწყობისთვის და რა თქმა უნდა შეშლის გაკეთებაზე. მოკლედ ესე მეგობრებო დასრულდა ეს უნდაც დარჩა აწყობა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, დაგილაიქეთ და კომენტარეთ თუ რამე აინტერესებს, მაქსიმალურად შევცვლები ყველას პასუხი გაგცეთ.